დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის დასანქცირების შემდეგ შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტილება ევროკავშირმაც მიიღოს. ამჯერად სასანქციო სიაში რუსთავი-2-ის დამატებაც განიხილება. ეს საკითხი სავარაუდოდ ევროპარლამენტა რასა ეუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში აისახება. მედია პლატფორმა ევროსკოპის ინფორმაციით შესაბამისი ცვლილებების ინიციატორები ევროპის სახალხო პარტიის წევრები ქშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდრეი ჰალიცკი არიან. ერთ-ერთი შესწორების თანახმად ეს ტელევიზიები სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ქართული ოცნების რეჟიმის საკომუნიკაციო ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში კენჭს სავარაუდოდ მაისის დასაწყისში უყრიან. პროცედურის მიხედვით საკომიტეტო კენჭისყრამდე პოლიტიკურმა ჯგუფებმა შესწორებების საბოლოო ვერსიაზე უნდა მიაღწიონ კონსენსუსს. ანგარიში მკაცრად გმობს სისტემურ დეზინფორმაციას, ცილის მწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც ვრცელდება იმედის, რუსთავი-2-ისა და პოსტივის მიერ, რომლებიც ფაქტობრივად მოქმედებენ როგორც ქართული ოცნების რეჟიმის საკომუნიკაციო ინსტრუმენტი და არა როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალებები. გმობს ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის ელჩ პავლ ჰერჩინსკის წინააღმდეგ განმეორებით თავდასხმებს, მათ შორის დისკრედიტაციულ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებასა და კოორდინირებულ მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირისადმი და მისი წარმომადგენლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის შერყევას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა ორ ქართულ ტელეარხს ფინანსური სანქციები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 4 წლის თავზე დაუწესა. მიზეზი რუსული დეზინფორმაციის გავრცელება. სანქციების თანახმად იმედსა და პოსტივის შეეხებათ როგორც აქტივების გაყინვა, ისე სატრასტო ანუ ნდობით აღჭურვილი მომსახურების და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა. ეს გულისხმობს მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებიც ბრიტანული ეკონომიკური და ბიზნეს სივრციდან დასანქცირებული პირის ან კომპანიის სრულ იზოლაციას ისახავს მიზნად. სანქციები ვრცელდება იმ ოფშორებზეც, რომლებიც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არიან.